ქრისტი, შენთვის მოამზადე სპეციალური სურათი და ახლა შენ უნდა იპოვო ამ სურათზე შეცდომა. ეს როდინდელი ორლარიანია. ძველი ორლარიანია, როდინდელი ზუსტად არ ვიცი. ერთი შეცდომა არის თუ უფრო მეტი? ორი შეცდომა არის, ესე გეტყვი. აი, მე ვფიქრობ, ნოტებში არის შეცდომა. იმიტომ რომ კი, მესმის, მან დრო შეცდომა გამეკეთებინა საკმაოდ რთული იქნებოდა, ვფიქრობ და ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ მან არ არის ქრისტის შეცდომა არანაირი. სხვათა შორის 7 წელი დავდიოდი პიანინოზე და დაკვრა დამავიწყდა. სანამ ქრისტე იპოვის ამ სურათზე შეცდომას, მანამდე თქვენს დაწერეთ, სად არის ამ სურათზე შეცდომა? თან ორი შეცდომა არის ამ ორლარიანზე. ესე უნდა ეწეროს საქართველო? აბა რა უნდა ეწეროს ქრისტე? არა, მეთქი იქნებს სხვანაირად უნდა ეწეროს, სხვანაირად. სწორად წერია. ქრისტე ორი შეცდომა უნდა იპოვო და ერთი მაინც იპოვე. მაცადე, მოუძებნი და მე შემისწორე რაღაცეები. აბა. რთულია. რთულია, ქრისტე, აბა მარტივ ხო არ მოვიტანდი. ეს კოდი რო არის, ეგ არის ქრისტე, საერთოდ გახსოვს ეს ორლარიანი როგორია? სხვათა შორის ლარიანი და ორლარიანი შენახული მაქვს. შენახული გააქვს, მაგრამ გახსოვს როგორი არის და რა უნდა კონდეს და რა არა? მე არა, უბრალოდ შენახული. არა. ქრისტე, საერთოდ ვინ არის ზედ გამოსახული, იცი? ზაქარია ფალიაშვილი. საბოლოო 10 წამს გაძლევ რა ქრისტე დავიღალეს მართლა გითხრა. 10, 9. ვფიქრობ, რომ არ ვიცი. 7, ვერ პოულობ. 5, 4, 3, 2, 1 და საბოლოო პასუხი. აი რაღაც წერტილივით რო არა. კაი, მოკლედ ქრისტე ვერ იპოვა შეცდომა და თქვენ დაწერთ კომენტარებში, სად არის ამ ორლარიანში შეცდომები, ანუ ორი შეცდომა.